მოუდგია ეს არის მამა გაზრდილი რო წაიყვანა ბევრ რამეს მოვყვები მე დღეს ტელევიზიაში ბევრ რამეს მოვყვები და თქვენ გადაწყვიტეთ მე განაჩენი შვილი დედას უნდა ეკუთვნოდეს ცოტა ხანი თუ არ უნდა ეკუთვნოდეს მე ყველაფერს მოვყვები დაწყებული პირველი ცხოვრების ეტაპიდან ართანაში რა დღეში მაგდებდნენ ეგენი აქედან დავიწყებ და მე ჩემი შვილი როგორ წავიყვანე და როგორ მოხვდივე მუნიციპალიტეტის მფარველობის ქვეშ თელავის მერიისა და მე მოწვედა მთელი თელავის მერია ფეხს ედგა უკვე ჩემი თელავის მერია და უშვებენ ვიდეოებს რომ ქეთევანი არის განათლებული უნიჭიერესი პატიოსანი ქალბატონი ყველა მიდგა გვერდზე მე აი დაკითხი ყავს უჩარ ჩემი თავი თელავში ასევე მაკედან გამოყოლივი გორის ამბებზე მოხდა ესეთი რამე შემოდის ტელეფონზე ზარი ფრიდონაძიასთან ავართ მე და ლუკა წევართ ნებიურობთ ეს კაცი არაფერს არ გვაკლებს აი დილა არ გამითენდეს ეგეთი ადამიანი ღმერთმა ჯანმრთელი ამყოფოს უანგაროდ პატიოსანი გზით რომ ქალს შეინახავს და სანაცვლოდ არაფერს მოსთხოვს ბიძასავით მივიღე საკუთარი ბიძასავით მივიღე ფრიდონაძე რეკავს ეს გორელი ბიჭი შემოხდა ნომერზე ვიმბრძანდებითო და მე გოგავარო თქვენ ვინახავთ მე ქეთი ვარ მეთქი და გავუთიშე ეგრევე იმიტომ მე არ მაინტერესებდა არავინ მე შვილზე ვზრუნავდი კიდე შემოდის ზარი ვრეკავთ მე გოგავარ აქ მუშაობა არა თავმომწონე გავლენიანი კარგი ბიჭი იყო ამ ართანელ ასლანაზე მეტი გაგება და დონე ქონდა იმ ადამიანს მე ამ წოდობას ვერც მამაც უმაღლესი კარგი ყავდა ბიჭი კოთვაური 4 წელი ბიჭიკომ ლოგინში გაზარდა ლუკა ალადაშვილი დოლარები ისრაელიდან გზავნილები ჩაცმა ყველაფერი ზედ გადასდევდნენ ლუკას 1-2 აგრესია რაც გააკეთა იმან იმწვნია კიდეც ის იმწვნია რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა ისე უნდა დავშორებული იყავი იმას ბავშვისთვის მამა დამიძახე და შენ გინდა თუ არა ასწავლე რომ მამა დამიძახოსო ეგ არ უნდა ეთქვა და არ უნდა დაეტანებინა ძალა დანარჩენი დედას ლუკა არ უცემია იქ გორში არასდროს ხელი არ დაუვდია გამოვიდოდი ეკლესიაში ვტიროდი ეს ბიჭი რომ დაითვრებოდა და ეკეტებოდა რა სიძახდა რა საკეთებდა ვერ იგებდა უკვე წამოვიყვანე ხაშურის თავში საფარში გადმოვედი იქ ტიროდი ეს სტრესებში ვიყავი უკვე წარმოიდგინე ამ ბიჭმა ერთ კვირაში დამითანხმა ჯვარი დავიწეროთო მე მიყვარხარო გაგიჟდა ერთი კვირა ფრიდონაძია აწუხა გორელმა ფრიდონაძე ისე შეგვიყვარდა ერთმანეთი ვერ ავძლებდით გადავწყვიტეთ ჯვარი დავიწერეთ ნიკოზის ეკლესიის ტაძარში მე თქვი შევქმნი ოჯახს ვატარებ არბოს ეკლესიაში თელი ქორდი და არბო შემოვა ეხლაც იქ ვიყავი მე სისუფთავე გინდა ჩემმა მამამ თილმა მასწავლა ბიჭი კოთვაურს დავაყენებ წილს და მოусმას ქორდი მოусმა თელი სამეზობლო ბევრჯერ წერენ გოგოები ქეთი როგორ ახალ გვიყვარხარ გვენატრები სისუფთავე ჩემმა მამამ თილმა მასწავლა პატიოსანი გზა ჩემმა მამამ თილმა მასწავლა ყველაფერი ვისწავლე მე ბევრი გუნაზისგან არ მისწავლია მე ყოველთვის ბიჭი კოთვაურისგან ავსწავლობდი ყველაფერს ეგ არა კაცი ეგ რა ყავდა ნორმალური აი ეგ არა ყავდა ნორმალური მაგას ვიტყვი დედაჩემმა მასწავლა ნაწილი ეგ არა მტუქსავდა ბიჭიკო რომ მეტყოდა სისუფთავეს რომ დაიწყდა პეწენიკა კაცი იყო ცოლი არა ყავდა სახში მაგრამ ბევრი ქალს აშობდა და აი აქედან გამომდინარე ლუკა პაპას ეძახდა პაპა რო დაინახავდა ხოლმე და მიდიოდა ხოლმე მარშრუტკით გორში გავიდოდი პაპა ბიჭიკო პაპა ენაცვალოს დედა გავიგე გასაგებია გავიგე რომ არ ვარ განანისინი ის დამპალი საქონელი ბიჭი ჩემ შვილზე რომ აგრესიას გამოხატავდა იმან მიიღო უკვე თავისი დავბლოკე და მოვიშორე ის გოგა თუ აუ ბლოკე და მოვიშორე ის გოგა თუ აუ